გამარჯობათ. ამ ვიდეოში მინდა მოკლედ აგიხსნათ როგორ მოვაგვაროთ კლიპის პრობლემები, რომელიც აქვს ქარხნულ P35X-ის, P35-ის და შეიძლება P15-ის ჩიცაც გქონდეს. ყოველთვის შეიძლება არ იყოს, მაგრამ უმეტესად ამოდის ხოლმე ხარვეზიანები P35-ში და X-ში. პირველ რიგში ამისი ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ ტყუის გამოსასვლელი არხი, შიგნიდან ტყუის გამოსასვლელი არხი არის ოვალური ფორმის. ეს უნდა იყოს მრგვალი წრე, რომ არ დააზიანოს და ფორმა არ შეუცვალოს ტყუიას. ეს პირველი ხარვეზი. და მეორე არის ის, რომ ზამბარა, რომელიც ზის ბარაბანში არის ძალიან გადაჭერილი და ხისტია ამ ჭიდის დატრიალება. შესაბამისად, ბოლო ტყუებს ადგება ისეთი ძალა, რომ იჭრდება, ფორმას იცვლის, დეფორმირებული ტყუია ხელმეორედ კიდევ იცვლის ფორმას ოვალური არხიდან გამოსვლის დროს და ასე რომ ზუსტი სროლისთვის შემაფერხებელი მომენტი არის ხარვეზიანი ჭიდი. როგორ შეიძლება რომ მოვაგვაროთ ახლა ეს? შლით 6 კუთხათი. ხსნით ჭანჭიქს, რომელიც არის გამჭვირვალე მინის მხრიდან ჩაჭერილი. შემდეგ ძალიან ფრთხილად ხსნით ამ მინას, რადგან ისე არის გადაჭერილი ზამბარა, რომ შეიძლება ამოხდეს და გადახდეს სხვაგან ეს ბარაბანი და ზამბარა შეიძლება დაიკარგოს. მოკლედ ეს ზამბარა, როგორც გითხარით, არის ზედმეტად გადაჭერილი. მანამდე, სანამ ამ ბარაბანს ჩავსვავთ და მოვაგვაროთ ეს ოვალი. ამისი დამრგვალება ხდება ჩვეულებრივი კლიბის საშუალებით, მრგვალი კლიბის საშუალებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყოც, მაგრამ ჯობია გააკეთოთ ხელით, რადგან არ გაგიქცეთ ამ ხვრელის დიამეტრი, არ გადიგდეს იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა და ტყუიამ არ გადმოვარდეს თავისი თხური. ამას უნდა ძალიან მინიმალური აღება. რამოდენიმეჯერ ყოფნის კლიბის ჩატარება. აი ასე. შედარებით დამრგვალდა. აი ასე. იყო ოვალური. ახლა არის მრგვალი, მაგრამ ვინაიდან კლიპს აქვს უხეში კბილები, შემდეგ ვიყენებთ აი ასეთ ზუმფარას. დავაყოთ ზომაზე და ამითი ჩავხეხავთ ისე რომ ძალიან მკვეთრი კბილები და გამოშვერილი დეტალები არ გქონდეს. და ბოლო ვარიანტია უკვე უფრო თხელი ზუმფარით ხდება საბოლოო მოპრიალება, ესე რომ ვთქვათ. ტყუია გამოვა უსაფრთხოდ, არ შეიცვლის ფორმას და არ აეთლება ნაწილები. შემდეგ ამას გავასუფთავებთ. კაი ვარიანტია ასეთი დამბერი. ეს უფრო კარგად ამოყრის ნაფხონებს. და მე ვიყენებ ხოლმე სილიკონის სპრეის, დავნამავ ხოლმე შიგთავს და შემდეგ ვამშრალებ. შეგიძლიათ თქვენებურად დაპოხოთ ეს შიგთავს ეღონ უნდა იყოს. დაპოხვის შემდეგ უნდა გამშრალდეს აუცილებლად, რომ ტყუიაზე არ გადავიდეს კაცით და არც არანაირი დაპოხი ნივთიერება. მოკლედ ამ ზამბარას მარჯვენა მხარეს ვარჭობთ კბილს.
აი მარჯვენა მხარეს ვაჭობთ კბილს, ისე რომ 90 გრადუსზე დარჩეს მეორე კბილი ზამბარის, რომელიც ჩდება აი ამ ბარაბანში. ამ ბარაბანში შავსვავთ და გადმოვატრიალებთ მარცხენა მხარეს. ეს ზამბარის ეს სიხისტე ყოფნის ტყუების ბოლომდე მიწოდებასაც და არც ესეთი ხისტია, რომ ბოლოში მოჭიმული ტყუები დააზიანოს და შეუცვალოს ფორმა. ამ ბარაბანის ჩასმის შემდეგ ვახურავთ მინის სახურავს და თავის პატარა ვინც გადაუჭერთ. იმ დონეზე უნდა გადაუჭეროთ, რომ ამას ტრიალი არ უჭირდეს და ტრიალებდეს აბსოლუტურად თავისუფლად ორივე მხარეს. და არც ისეთი სუსტად უნდა იყოს, რომ აი ამაში იყოს ლუფტი დარჩენილი და ყაყალების. ეს იყო